სასწაული ამბავი ხა ეს თუ არ არის, ეს არის რუკა პაციენტების მთელი მსოფლიოდან. ესეთ შტიხს ვაკეთებთ. გავაკეთებთ ასე. ჭრილობა, ქრონიკული ფისტულა, ქრონიკული ინფექცია. გამოსავალი რაც მითხრეს ფეხის ამპუტირება იყო. თუმცა მე გავიგე საქართველოს შესახებ. 15 წლის განმავლობაში მკურნალობდი საფრანგეთში ანტიბიოტიკებით. ჩატარებული აქვს ყველანაირი მკურნალობა და ფაქტიურად იმათვის ვარ თხოლმე ბოლო იმედი. ხდება მაშინ, როდესაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი სცადე, როდესაც ანტიბიოტიკები აღარ მუშაობენ. თანამედროვე, წამყვანი მედიცინაც უძლურია. ინფექცია ბრუნდება, ამჯერად უფრო ძლიერად. ზოგიერთისთვის ერთადერთი გამოსავალი საქართველოა. წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ ბაქტერიოფაგის შექმნის და მის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის ისტორიაზე. ამ სერიაში კი გავყვებით პროცესს, რომელიც ერთი შეხედვით სამეცნიერო ფანტასტიკას გავს. ნახოთ როგორ იბადება ბაქტერიოფაგი, როგორ მიმდინარეობს მისით მკურნალობა და რაც მთავარია, გავიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ჩემდა გასაკვირად, გაცილებით მაღალ განვითარებული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოდიან, იმისათვის რომ სიცოცხლე გადაირჩინონ. საქართველო მსოფლიო რუკაზეა, არა მხოლოდ კულტურით, სპორტით ან კულინარიით, არამედ მეცნიერებითაც, რომელიც შესაძლოა დღევანდელ სამყაროში მრავალი პაციენტის ხსნა იყოს. სასწაული ამბავი ხა ეს თუ არ არის, ეს არის რუკა პაციენტების მთელი მსოფლიოდან. 86 ქვეყანაზე მეტი არის მონიშნული ამ რუკაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ამ ქვეყნიდან პაციენტები ნამყოფები არიან საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში არის ერთადერთი ბაქტერიოფაგის კვლევითი ცენტრი და ეს ყველანი ჩამოდიან აქ იმისთვის, რომ კურნალობის ამ მეთოდს მიმართონ. საოცარი თუ არ არის, ამ პატარა ქვეყნიდან წარმოიდგინეთ გაშლილი მთელ პლანეტაზე ფაქტობრივად. ესეთი საგანძური გვაქვს, ესეთი საგანძური. ანუ საქართველო არ არის მარტო კულტურის ქვეყანა, ჩვენ როგორც გონია ხოლმე ცეკვა, სიმღერა, თამაში, ხინგალი, ხაჭაპური. მეცნიერებაშიც ძალიან დიდი სიტყვის თქმა შეგვიძლია და პრინციპში ვამბობთ კიდევაც, რომ ეს არის მაგისი გამოხატულება ძალიან თვალნათელი. საამაყო ამბავია, ცოტა იმეტირება სადღაც გულის სიღრმეში. ეხლა მოდი აქ უკვე გავეცნოთ დეტალურად როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი და უშუალოდ რა არის ჩვენი ბაქტერიოფაგი. საიდან უნდა დავიწყო, არ ვიცი, მაგრამ ეს პატარა არსება რეებს აკეთებს, მაგის შესახებ მინდა ინფორმაცია მოვიძიო. აღფრთოვანებული ვარ ამითი ძალიან დიდი ხანია და უშუალოდ ახლა მაინტერესებს თქვენთან როგორ მიდის მკურნალობის პროცესი და რა ხდება, რითი არის გამორჩეული და განსაკუთრებული ეს ბაქტერიოფაგებით მკურნალობა. ფაგოთერაპია ეს არის
მედიცინის დარგი, რომელიც რეალურად სწავლობს მკურნალობას ახორციელებს ბაქტერიების ინფექციებით დაავადებული პაციენტების მკურნალობას. ანუ ფაგი არის არსება, ცოცხალი არსება, რომელიც იკვებება ცუდი ბაქტერიებით. დიდი პროცენტი პაციენტების უცხოეთიდან მოდიოდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ანტიბიოტიკი მათზე უკვე აღარ მუშაობდა. დღემდე ესეა სხვათა შორის. მოდიან უმეტესად, წარმოიდგინეთ ხა ამ 86 ქვეყნიდან ძალიან ბევრი ქვეყანა არის, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, ჰოლანდია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ანუ ძალიან მაღალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნები. და წარმოიდგინეთ, რომ ამ პაციენტებს მოვლილი აქვთ ყველაფერი, გაკეთებული აქვთ, ჩატარებული აქვთ ყველანაირი მკურნალობა და ფაქტიურად იმათთვის ვართ ხოლმე ბოლო იმედი. იმიტომ რომ მით უმეტეს, როცა ინფექცია აქვთ და ანტიბიოტიკი ვერ მუშაობს, რო სხვა გამოსავალი არ აქვთ, ხო და ეძებენ რაღაცა ალტერნატიულ გზას. და ესე გვაგნებენ ჩვენ. ჩამოდიან ეს უცხოელები ბუნებრივია ჩვენთან, მე ვაკეთებთ კვლევებს, ვიღებთ აუცილებლად ბაქტერიოლოგიური ანალიზი, არის ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობის და იქვე ვადგენთ ხოლმე ფაგების მიმართ მგრძნობელობას. აი ეს ბაქტერიოლოგიური ანალიზი რას ნიშნავს? იმ პაციენტის ორგანიზმში არსებულ ბაქტერიას იღებთ ხო და იმას სწავლობთ. ნახეთ იმის და მიხედვით რა დაავადება ჭირს ადამიანს. ეხლა მე ვთქვი, რომ ჩვენ ბაქტერიული ინფექციით მოგმართავენ, ხო? ეს ინფექცია შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექცია და იწვევდეს რაღაცა მძიმე ქრონიკულ დაავადებებს საშარდე სისტემის, ხო? ან მოდიან სასუნთქის სისტემის დაავადებებით, კანის პრობლემებით, კუჭ-ნაწლავის დაავადებებით და რა სისტემის დაავადებაც არის ხოლმე ძირითადად ვიღებთ ხოლმე ნაცხს, რომ ზუსტად ავიღოთ. აი, ჭრილობის შემთხვევაში ჭრილობიდან ვიღებთ, თქვათ, ნაცხს, ხო? საშარდე სისტემიდან ვიღებთ ხოლმე, თქვათ, იქეთება შარდის ანალიზი. ანუ, იქიდან გამომდინარე, რა დაავადება აქვს, ვიღებთ ხოლმე შესაბამის ნაცხს, ვარკვევთ, რამდენად ჩვენი ფაგები, ჩვენ გვაქვს 6 ფაგი და აი, ვიწყებთ ხოლმე პირველ რიგში ვტესტავთ აი ამ ფაგებთან გრძნობელობას. და თუ ნახავთ, რომ რომელიმე ამ უკვე არსებული შექმნილი ფაგური პრეპარატიდან გრძნობელობა არის, ვიწყებთ ხოლმე იმ პრეპარატით მკურნალობას. და თუმცა თუ არ არის, მე ქმნით ცალკე რაღაც ახალს. აი, ძალიან კაი კითხვა თქვით, დიახ, აი, სხვა შორის ეს ძალიან დიდი სიმდიდრე აქვს ჩვენ ინსტიტუტს, რომ ამის შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ ინსტიტუტს აქვს, იცით, რომ ყველაზე უნიკალური ფაგების კოლექცია. და როდესაც ვთქვათ კონკრეტულ ინფექციაზე ჩვენი ეს ფაგური პრეპარატი არ მუშაობს, ასეთ შემთხვევაში დიახ სპეციალურად ჩვენი ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომლები აკეთებენ კონკრეტულად იმ ბაქტერიაზე სპეციფიურ ფაგურ პრეპარატს. კონკრეტულად მითხრათ, მაგალითად, ყველაზე წარმატებული რა შემთხვევაში არის ბაქტერიოფაგების თერაპია? იცით რა, მოდით თუ გნებავთ, აი ვთქვათ, ყველაზე ხშირად როდის მოგმართავენ. მაგალითად, ყველაზე ხშირად მოგმართავენ საშარდე სისტემის დაავადებებით. ეს არის ქრონიკული პროსტატიტი, ქრონიკული ცისტიტი, ქალბატონებში ვაგინიტი. ჭრილობების ინფექციები გვაქვს ძალიან წარმატებული. ქირურგიული, აი ხშირად არის ხოლმე სხვა შორის მოგმართავენ უცხოელები, როდესაც იმპლანტაციის შემდგომ, აი როდესაც თქვაც ხდება სახსრის გამოცვლა, სხვა მსგავსი რეკონსტრუქციული ოპერაციები და მე ხშირი არის ხოლმე ინფიცირება აი ამ ჭრილობების და ძალიან უჭირთ ხოლმე მე ამ პროცესის მართვა. აი ესეთი პაციენტები, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივად საჭიროებს ანტიბიოტიკებს და შეიძლება შედეგი ვერც მოგცეთ. ძალიან ბევრი პაციენტი ყოლია ამ მიმართულებით და როდესაც რაც უფრო ახლოს მივდივართ ინფექციის კერასთან, აი ამ შემთხვევაში ჭრილობაშიც ვიყენებთ ფაგს, ხო, ჩვენი ქირურგი. მაგალითად, უშუალო ჭრილობაში იყენებს ამ ფაგებს, ასუფთავებს და შესაბამისად მე იწყებს მის მკურნალობას. გაცილებით უფრო ეფექტური არის ხოლმე, ასე რომ აი ჭრილობის ინფექციებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მაღალი რეიტი გვაქვს წარმატებული
кейსების. ასევე ძალიან ბევრი ყავს ყელყურს ხვირის დაავადებებით, მაგალითად ქრონიკული სინუსიტები, როცა არის ხოლმე ხო ჰაიმორის და მის ფრონტალური წიაღების ანთებები, როდესაც არის. აი ახლა თქვენი ვაკობთ და დაემთხვა უბრალოდ ყავს ახლა საფრანგეთიდან პაციენტი ნეტертონის სინდრომით, რომელიც არის ასევე ძალიან იშვიათი დაავადება. და ეს ნეტертონის სინდრომი იცით რა, ესეც გენეტიკურ დაავადებებში გადის და ყველაზე დამახასიათებელი რაც არის ხოლმე კანის ქერცლოვანება არის ძალიან გაზრდილი და მთლიანად თუ გარდა ამისა სიმაღლეში ვერ იზრდებიან თმები არ ამოსდით და ძალიან მაღალი ალერგიული რეაქციებით ხასიათებენ ეს პაციენტები და როდესაც ეს პაციენტი ჩვენთან მოხვდა წარმოიდგინეთ რომ კანის ზედაპირი იყო სრულად ინფიცირებული. როდესაც ნელ-ნელა დავიწყეთ ამ ფაგების გამოყენება, რამდენიმე დღეში კანმა შეიძლება ეს გავარვარებული იყო წითელი საოცარი შესახედი იყო და ნელ-ნელა ეს კანის ფერი უნდა გენახეთ როგორ გაღიავდა. ერთადერთი სახეზე რჩება ეს ესეთი ძლიერი ქერცლიანობა, თუმცა რა შედარება ეხა აბსოლუტურად გაწმენდილი აქვს, მაგრამ ფერი აქვს სახის კანი ისევ წითელი აქვს, იმიტომ რომ ზისგან ვერ იცავს. თორე სხეულის კანი არის, რა ვიცი, ძალიან გასუფთავებული ამ წუთას და ნუ რაც თავარია უკვე მე რამდენი წელია, ხო, მერვე წელია ეს პაციენტი ჩვენთან არის. ჩამოდის ყოველ წელს გნახულობს, აქვს ფაგები, იწყებს თავის მკურნალობას, თან აქ ჩვენთანაც რაღაცა პერიოდი იტარებს ხოლმე კურსს. და სიმაღლეში გაიზარდა რაც აი ძალიან არ ვიცი სასწაულია და თმები წამოუვიდა აი ნახავთ თქვენ კი წუხსო მეტი მინდაო მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა საერთოდ არ ქონდა თმა და ძალიან დაბალი იყო აი მისი ასაკისთვის შეუფერებელი ზრდა ჰქონდა სიმაღლეში. აი ბოლო პერიოდში ხა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ხა შეიძლება მაგ თემებზე კვლევები არც კი იყოს და ახალი ამბავია მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე ძალიან ხშირად ნუ ბოლო პერიოდში რამდენიმე ვიდეოს უყურე და სტატია წავიგით, სადაც იყო ლაპარაკი, რომ აი მაგისი გამომწვევი შეიძლება იყოს ეს მიკრობიომი და რაღაც სხვადასხვა ბაქტერიული აი ჩვენ ხშირად ყავს ხოლმე პაციენტები, რომლებსაც აქვთ კუჭნაწლავის დარღვევები და ეს კავშირში არის ხოლმე გარკვეულ მენტალურ სტატუსთან და ნაწლავ ტვინოვან ღერცს ეძახიან ამას, როდესაც პირდაპირ კავშირს ხედავენ ექიმები, თქვათ მენტალურ სტატუსსა და კუჭნაწლავის დარღვევებთან შორის და ეს მინდა გითხრათ, რომ რეალურია ნამდვილად და ჩვენს ყავს ესეთი პაციენტები, როდესაც ამ პრობლემას ვაწყდებით. და ალბათ ორივე პრობლემა მოგვარდება თუ იცით რა, ჩვენ ამ შემთხვევაში მაინც უფრო ჩვენი კუთხით ვაწესრიგებთ ხოლმე და ვცდილობთ რომ ფაგოთერაპია მიზნობრივად დავნიშნოთ და იმედი მაქვს რომ ეს ყოველ შემთხვევაში ეს პაციენტები მე კმაყოფილები არიან. როცა ვაკვირდებით ჩვენ პაციენტებს, გვინდა ხოლმე უფრო მეტი ვიცოდეთ ფაგის ბუნების შესახებ, რამდენად შეიძლება, არ შეიძლება, რამდენად ეს განვითარდა, არ განვითარდა. ხშირად ვაწყდებით ესეთ რაღაცებს და გვინდა რომ ესეც ვიცოდეთ, აი მაგალითად კითხვები სულ გვაქვს ხოლმე იმაზე, რომ აი ჩამოვიდა პაციენტი, აქვს სრული რეზისტენტობა, ანუ არც ერთი ანტიბიოტიკი, რაც უკვე აღარ მუშაობს მასზე და ამ დროს ვიწყებთ ფაგების მკურნალობას და რაღაც პერიოდის მერე რომ გაგვიკეთებია თავიდან გრძნობელობა, ვხედავთ რომ იმ ანტიბიოტიკების მიმართ გრძნობელობა დაბრუნდა. ანუ ნახეთ ისევ შეუულია რომ ის ანტიბიოტიკი გამოიყენოს, ხო? ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ასევე ფაგის, ხო? საინტერესოა. გონია და ფაგის მიმართ რეზისტენტულობა თუ არსებობს? ძალიან ჭკვიანური კითხვა დასვით. არსებობს. ფაგის მიმართაც შეიძლება განვითარდეს რეზისტენტობა, ამიტომ ჩვენ როცა ნიშნავთ მკურნალობას, ვასვენებთ ხოლმე მკურნალობებს შორის პაციენტს. თუ ამის საჭიროება არის და თქვათ ხანგრძლივად უჭირდება ფაგი. მაგრამ თუ მაინც განვითარდა რეზისტენტობა, ყოველთვის გვაქვს ფაგი, რომელიც უკვე რეზისტენტულ შტამზე იმუშავებს. ესმით, ანუ ამის ვარირების საშუალება ამ ინსტიტუტს თავისი შესაძლებლობებით აქვს. ეს არის ჩვენი პაციენტი, რომელიც ჩამოგზავნა საფრანგეთიდან.
ხშირად გვყავს ფრანგი პაციენტები, ამ პაციენტს აქვს ჭრილობა ქრონიკული, უბრალოდ ფისტულა, ქრონიკული ინფექცია, მუხლის სახსრის პროტეზირების შემდეგ. ქონდა ტრავმა, ამის შემდეგ რამოდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაიტარა, აქვს მუხლზე პროტეზი და ეხლა აქვს სავარაუდოდ პროტეზის ინფექცია და აქვს ფისტულა. აქ არის ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელებული პროტეზის ინფექციის გამომწვევი ბაქტერია, სტაფილოკოკი ეპიდერმიდისი და სამწუხაროდ ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ეს ფისტულა არ იხურება უკვე დიდი ხნის განმავლობაში და ექიმებმა რადგან მკურნალობა უშედეგო იყო, გადაწყვიტეს ამპუტირება ამ კიდურის. რეზისტენტული იყო ეს ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ და აი ახლა ჩვენ ვცდილობთ ფაგოთერაპიას აქ. დავუმზადებთ სპეციალურ მორგებულ ფაგს ამ სტაფილოკოკი ეპიდერმიდისისთვის და მკურნალობას იმით გავაგრძელებთ, ამჟამად მკურნალობთ ფართო სპექტრის ფაგებით. აი უკვე ვხედავთ რაღაც შედეგს, შემცირდა ფისტულა, ჩირკდენად შემცირდა. ყველაფერი ასე დაიწყო. ჩემი პირველი პროტეზი მტკივნეული იყო. ხელახლა გამიკეთდა ოპერაცია. შემდგომ დავინფიცირდი პარიზის საავადმყოფოში. ვიტარებდი ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობას ინფექციონისტის დანიშნულებით. ეს 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 5 წლის ბოლოს ამ წამლებმა ღვიძლი გამინადგურეს. დავრჩი მკურნალობის გარეშე. გამოსავალი რაც მითხრეს ფეხის ამპუტირება იყო. თუმცა მე გავიგე საქართველოს შესახებ, ჩვენ დავრეკეთ და ჩამოვედით. ახლა მე შემიძლია ფეხზე დგომაც. ადრე ეს არ შემეძლო. საშინელი ტკივილები მქონდა. ოდნავადაც ვერ ვადგამდი მიწაზე ფეხს. ახლა შემიძლია მიწაზე ფეხის დადგმა. და როდესაც მანქანით გადავაადგილდებოდი, უმცირეს ვიბრაციაზეც კი საშინელი ტკივილები მქონდა მუხლის მიდამოში. ახლა ტკივილები შემცირდა და ასატანი გახდა. ველოდები საბოლოო მკურნალობას, რომ ვნახო, თუმცა ახლაც უკვე კმაყოფილი ვარ. ფეხს ვდგამ მიწაზე და შემიძლია ცოტა სიარულიც. რა თქმა უნდა, ყავარჯნებით. შემიძლია ფეხზე მდგომმა თავიც მოვიწესრიგო. ფეხზე ვდგავარ და წვერს ისე ვიპარსავ. კმაყოფილი ვარ, რომ ყველაფერს ძველებურად ვაკეთებ. ჩვენ ჩვენით მოვიძიეთ ინტერნეტით და ვიპოვეთ კომპანია მკურნალობა საქართველოში. შემდეგ დაურეკეთ და ასე მოვხვდით აქ. მე სავარძლით ჩამოვედი და ვფიქრობ, რომ სიარულით წავალ ყავარჯნების გარეშე. ნახოთ რა იქნება. ველოდები საბოლოო მკურნალობას. ჩამოვედი მთელი ნდობით. მე მოვიძიეს 3 პროფესორი, რომლებიც მისდევენ ფაგოთერაპიას საფრანგეთში. შევეცადე მათთან კავშირის დამყარებას, თუმცა ისინი აღარ საქმიანობენ. ამდენად ჩვენი საბოლოო გამოსავალი აქ ჩამოსვლა იყო. უკვე 1 წელია რაც ფეხის მოჭრას მიპირებენ, თუმცა მე არ ვემორჩილები. ეს უკანასკნელი გამოსავალია ჩემთვის. საფრანგეთში არის რამდენიმე ცენტრი, ყველგან გავაგზავნეთ საჭირო დოკუმენტები, თუმცა არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ხოლო აქ, როდესაც კი გამოვაგზავნე დოსიე, მივიღეთ საჭირო პასუხიც და ისე ჩამოვედით. ველოდები საბოლოო მკურნალობას. ნახოთ რას მოგცემს იგი. მე ვფიქრობ, რომ უკეთესი შედეგი იქნება. დიდი მადლობა. მე მაქვს ნეტერტონის სინდრომი, ამავდროულად ბაქტერია სტაფილოკოკი. ვარ 25 წლის. 15 წლის განმავლობაში მკურნალობდი საფრანგეთში ანტიბიოტიკებით. 15 წლის რომ გავხდი, ბაქტერია უფრო მძვინვარე გახდა და ადგილობრივი ფრანგული წამლები აღარ მოქმედებდნენ. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდი. ყოველ 3 თვეში ერთხელ სეპტიცემიის გამო საავადმყოფოში ხვდებოდი. შემდეგ დავიწყეთ ინტერნეტით მოძებნა. ვეძებდით გამოსავალს ბაქტერიის სამკურნალოდ. ამგვარად აღმოვაჩინეთ ფაგები საქართველოში. მეტი არჩევანი არ გვქონდა. საფრანგეთის ექიმისგანაც თანხმობა მივიღეთ, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავით. პირველი კურსი 2016 წლის ივლისში ჩავიტარა. პირველ დღეს საცდელად მომცეს ფაგები. მეორე დღეს უკვე შენიშნეს, რომ კანი ნაკლებად იბწკნებოდა. იგი უფრო და უფრო ლამაზი შეფერილობის ხდებოდა. ჩემი კანი იყო მუქი იისფერი, წითელი. არ დამავიწყდება ექიმების მზერა, როდესაც პირველად ვნახეს. ისინი შოკირებულები იყვნენ. აინტერესებდათ ამ კანს როგორ მკურნალობდი საერთოდ. ასე დაიწყეს მკურნალობა. მერე დედაც და ბებიაც იძახდნენ, ხომ არ გვეჩვენებაო. ეს ნამდვილად ფაგის შედეგი იყო. ის უკვე მოქმედებდა.
ეს 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. შემდეგ დავბრუნდით საფრანგეთში და თან წავიღეთ ფაგები. მეგონა აღარ დამჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ მე იძულებული ვიყავით კვლავ ჩამოსულიყავით. ბოლო 10 წელია უფრო და უფრო მეტად ნადგურდება ბაქტერია ფაგების წყალობით. 6 არსებული მზა ფაგიდან 5 მოქმედებს ჩემზე. ამდენად ჩემი მკურნალობის შესაძლებლობაც გაიზარდა. მაშინ, როდესაც საფრანგეთში მხოლოდ ერთი ჯგუფის წამალი ანტიბიოტიკი დარჩა ჩემს სამკურნალოდ. ფაგის გარეშე მკვდარი ვიქნებოდი. საფრანგეთში ფაგები არ არის. უпростоრად 2016 წელს არ იყო. 2020 წლიდან მხოლოდ ძალზედ სპეციფიური შემთხვევებისთვის, ომის შედეგად დაჭრილებისთვის და დამწრობის მქონეთათვის. თუმცა მე არ შევდივარ ამ კატეგორიაში. მე შემეძლო სხვაგანაც წასვლა, როგორც პაციენტს, მაგრამ არ გვინდა სხვაგან წასვლა. როგორც დედა ჩემი იტყოდა, არ იცი სადრაგელისო. გვირჩევნია აქ ვიყოთ. აქ კარგად მკურნალობენ. მართლა ალოგიკურია, რატომ უნდა წავიდე სხვაგან. მე ქართულად რამოდენიმე სიტყვაც კი ვისწავლე. დიდი მადლობა. ესენი არის ბაქტერიული კულტურები, ბაქტერიები და ცალკეულ კოლონიებს ვიღებთ ხოლმე ექსპერიმენტისთვის. ანუ აქედან აიღებთ ბაქტერიას და მე იმ კონკრეტული ბაქტერიის ბაქტერიოფაგს აკეთებთ კიდეც მაგალითად კვარში ან საექსპერიმენტო თუ პროექტი და რაღაც გვაქვს აი შარდში თესავთ ხოლმე ტბებში სხვადასხვა ლოკაციებიდან მოგვაქვს მაქსიმალურად მრავალფეროვანი რო იყოს. აი ეს არის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც სულ ახალხანს გასულ კვირას ჩავთესეთ და ჩავფილტრეთ წყლიდან და მერე ვტიტრავთ და ვნახულობთ კონკრეტულ შტამებზე, ბაქტერიებზე, რომლებზეც გვაქვს ლიზისური მოქმედება. განახებთ ახლა ნიმუშისთვის. ეგ იმას ნიშნავს, რომ გამოიყო იქიდან ფაგი. ან ბაქტერიიდან როგორ ხდება ფაგის გამოყოფა? ბაქტერიიდან არ ხდება, წყლიდან ხდება. ბაქტერია არის საკვები ერთ-ერთი ფაგის. ანუ ამ კონკრეტულ ბაქტერიაზე მოქმედებს ფაგი. ესე იგი ის წყალი, იმ წყალში ბევრი ბაქტერიოფაგია, უამრავი ბაქტერიოფაგია და ამ კონკრეტულ ბაქტერიაზე მოქმედებს ერთ-ერთი. ანუ მასპინძელ ბაქტერიად მიიჩნევა, მიხვდით? საკვებია მოკლედ იმ კონკრეტული ბაქტერიოფაგის. რამოდენიმე ვარიანტში ორი სხვადასხვა წყალი მქონდა, მარჯვენა სანაპიროს კოლექტორიდან აღებული და მარცხენა სანაპიროს კოლექტორიდან აღებული და ჩავთესე რამოდენიმე შტამი თითოეულში, ორივეში ერთ და იგივე კონკრეტული შტამები ჩავთესე. აი მოიცადე ერთი წუთი წყალია ვიღეთ. ხო. ამ წყალში ჩავთესეთ რა? ბაქტერია და გამდიდრებული ბულიონი საკვებად. კონცენტრირებული. ბაქტერიამ რო ჭამოს. კონცენტრირებული ორივესთვის, იდეაში ორივეს უნდა ქონდეს საზრდო. მიწვდელი ბაქტერიოფაგისთვის არის ბაქტერია საზრდო. აი ყვითლად რაც არის, ეს არის ბაქტერია. და აქ უფრო ძირითადად ლიზისური უბნებია, იმიტომ რომ თითქმის სრული ლიზისი მოხდა ბაქტერიის. სხვაობას ხედავთ? ჭამა, ხო? კი, ბატონო. ანუ ესე ვთქვათ, ეს თეთრი წერტილები რაც არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაგი. ფაგმა შეჭამა. ერთი კონკრეტული ფაგია, აი თითოეული წერტილი არის ერთი კონკრეტული ფაგი. აქ მაქვს სრული ლიზისი. ერთ-ერთი ფაგი. კი ბატონო, აქ შედარებით ნაკლებად, თუმცა იმას ნიშნავს, რომ ფაგი არსებობს. და მე რაღაც ტაბლეტის ფორმა ეძლევა თუ? კი, გვაქვს სხვათა შორის არის ორი სახის ტაბლეტი გვაქვს 3 ეტაპზე ყელისთვის და ძალიან კარგია უსაფრთხო და ნებისმიერ ასაკში შეიძლება რომ მივცეთ ბავშვსაც და დიდსაც. და რამოდენიმე ისა დასალევის სუსპენზია არის, ან დალევა შესაძლებელია დალევა, ან ადგილობრივად გამოყენება. აი დაზიანებულ ან ყელში, თუ შესაძლებელია ჩაყლაპო ან ცხვირში. მოკლედ თქვენ თუ გისარგებლიათ ისე პირადად? კი, მე თავადაც ჩემზეც და ბავშვებსაც ძალიან აქტიურად ვახმარ. ეს არის სტერილური კულტურები, ეს აიწევან რომ განახეთ, ეს არის სუფთა სტერილური კულტურა, მრავალჯერად ფინჯნებზე. მოკლედ პირველ ეტაპზე აუცილებლად საჭიროა დავაწეროთ ბაქტერია გვაქვს. ბაქტერიის სახელი. ცეცხლი რაში გჭირდება ამ შემთხვევაში? სტერილური გარემოს შესაქმნელად, იმიტომ რომ თალგან გარემო მეტად დაფუძნდება. ეს უბრალოდ აი ამ მონაკვეთში ქმნის სტერილურ გარემოს.
ესენი არის სტერილური ერთჯერადი მარყუჟები. გვაქვს ასევე მრავალჯერადი მარყუჟები და იმით ძირითადად ნაკლებად ვმუშაობთ, ვინაიდან ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. იმიტომ რომ ყველა ჯერზე სჭირდება სტერილიზაცია. მოკლედ ვიღებთ ცალკეულ კოლონიას, აი ძალიან პატარას. აი ერთი კოლონია ავიღე. ყველა ბაქტერიას აქვს სხვადასხვანაირი ზრდა. მე რკოლი განახეთ წეღან. აი ესეთ შტიხს ვაკეთებთ. გავაკეთებთ ასე. ახლა შევცვლით მარყუჟს. ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ცალკეული კოლონიები და ერთმანეთზე გადაზრდილი არ უნდა იყოს არც ერთ ვარიანტში. გავაგრძელებთ აი ამ შტრიხიდან. ჩამოვარდ ბოლომდე. ბაქტერია გადმოხავს აქედან აქ, ხო, ეხლა როგორც ხდება? კი, იმიტომ რომ ამას თავისი რესურსი ხო აქვს ამ საკვებ ნიადაგს. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ახალი ნიადაგი გასაახლებლად და ისედაც ყოველი კვლევის დაწყების წინ უნდა იყოს ფრეშ კულტურა, ახალი კულტურა უნდა იყოს და ამას ახლა ჩავდგავთ იქეთ ლაბში, თერმოსტატში და ხვალდილით შემეძლება ამის გამოყენება. აი ეს არის ასევე მრავალჯერადი მარყუჟი. აი ამ ცოტა ხანგრძლივი პროცედურაა შესაბამისად, კარგად ვასტერილებთ. ახლა ველოდებით ცოტა გაგრილდეს. იმიტომ შედარებით ცარიელ ადგილზე ვაგრილებთ ამას, რომ არ დავწყოთ კულტურა. აი ავიღოთ ცალკეული ბაქტერია კვლავ და დავიწყოთ ისე. მიჩვეულები ვართ, რომ როგორც წესი ქართველები დავეძებთ მკურნალობის სანდოქზებს საზღვარგარეთ. თუმცა როგორც ჩანს, ქვეყანა, რომელმაც სიტყვა მედიცინა დაბადა, ჯერ კიდევ სთავაზობს განვითარებულ სამყაროს განკურნების უნიკალურ მეთოდებს. ეს ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ დიდი მიღწევა კოსმოპოლიტური პატრიოტიზმის იდეალური ნიმუშია. როდესაც სარგებელი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის მოგაქვს. ყარად გახარ ფესვებზე და შენი ხის ნაყოფის მისაღებად 70-ზე მეტი ქვეყნიდან გსტუმრობს ხალხი. ამ მცირე მიკროსკოპულ სამყაროში თითქოს მთელი სამყაროს კანონები და ადამიანის ბუნება ირეკლება. თითქოს ჩანს გზა, საითაც შეიძლება სიარული და ყურადღების მიპყრობა. ბაქტერიოფაგი არ არის უბრალოდ ვირუსი, არამედ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცნიერებამ და ბუნებამ სიმბიოზურად იმუშაონ ადამიანის და ზოგადად სიცოცხლის სასიკეთოდ. სულ რაღაცაი, თუნდაც 100 წლის წინ როგორი სხვანაირი იყო მეცნიერება, როგორი სხვანაირი იყო ცოდნა, აი იმის გააზრება, რომ აი ამ ხელა ბიბლიოთეკა აი ამ პატარა ტელეფონში მაქვს. სიგიჟე არის. სასწავლო ეპოქაში ვცხოვრობთ ხალხო, ან უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აი მაშინ ესე უნდა გევლო ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, რომ რაღაც ცოდნა მიგელო. და მაშინდელ მიღებულ ცოდნას ალბათ სულ სხვანაირი ხიბლი ქონდა და სულ სხვანაირი ტკბობა. და ეხლა ადვილად ხელმისაწვდომი როა ისევ აღარ ვაფასებთ მაინც და მაინც. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. Charles Darwin. მთელი ეს წიგნი ჩატვირთული ხელოვნური ინტელექტი გამარჯობა. უპასუხებდათ რომელიმე წიგნს მოგიყვება პირდაპირ. სიგიჟე ეპოქაში ვართ. მაგრამ წიგნის სუნი მაინც სულ სხვა არის. ცოცხალია უფრო. ეხლა იმას დავფიქრე, რომ ცოტა ხანში არ არის გამორიცხული, რომ იყოს უკვე ისეთი თაობა, რომელსაც წიგნი საერთოდ ნამახიც კი არ გქონდეს. შეხებულიც არ იყოს წიგნთან. თუმცა ეს მეეჭვება ალბათ, წიგნი თავის თავს არ დაკარგავს. მაგრამ ეგ სურათი ჩანს მომავალში. რატო უნდა ატარო სკოლაში ხამდე იმ წიგნი, როცა შეიძლება მარტო ტელეფონი და ლეპტოპი გქონდეს.